გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 4 მილიონზე მეტი ლარით გაიზარდა. საკითხზე საკრებულოს კომისიის რიგგარეშე სხდომაზე იმსჯელეს მერიის საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელის დალი ტლაშიძის თქმით, თანხები ძირითადად ინფრასტრუქტურულ პროექტებში გადანაწილდება. საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში გზების მშენებლობა და რეაბილიტაცია, სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაცია, საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემების მოწყობა, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების თანადაფინანსება და მუნიციპალური შენობების რეაბილიტაცია. კომისიაზე რიგგარეშე საკითხად შემოვიტანეთ ბიუჯეტის ცვლილება. ძირითადად ბიუჯეტის ცვლილება ეხებოდა გაზრდას ბიუჯეტისა, როგორც ადგილობრივი ჭრილში, ისე ცენტრალური ბიუჯეტის ჭრილში, იმიტომ რომ გამოყოფილი იქნა საზღვრისპირა სოფლებისათვის ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებისთვის 2.200.000 ლარამდე, ასევე შემოსავლების გადამეტება 1.400.000 იქნა გაწერილი ინფრასტრუქტურულ პროექტებში და თავისუფალი ნაშთი მინიმალური ჰქონდა 9.000 ლარი. 4 მილიონამდე დაახლოებით ესე გაიზარდა ბიუჯეტი. ძირითადად ეს არის ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება, ეს არის ბინადმეორის საკუთრად ამხანაგობებისთვის 1.200.000 ლარი იქნება გამოყოფილი, დამატებით სათემოს წყალმომარაგების სისტემის, ტირძნისი, თერგვისის, წყალვის სისტემების რეაბილიტაცია, ასევე იქნება ატენის შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია და კიდევ მრავალი პროექტი, რომელიც რა თქმა უნდა ამ ფინანსურ რესურსში იქნა შესაძლებელი დაფინანსებულიყო. ეს არის ძირითადი მაჩვენებლები ამ რიგგარეშე საკითხისთვის.